ჩემი ძვირფასი საბურავი ფაფუ. მეგობრებო, ცუდი ამბავია ძალიან თან. პირდაპირ ქვის წვერი იყო გამოშვერილი, არც კი ჩანდა რა, მიწაში იყო. ეგრევე ხმა გავიგე და ჩემი ძვირფასი საბურავი ფაფუ. რა ვქნა არ ვიცი. იმიტომ რომ დანგრატი მანქანაში არ მაქვს ახლა. ფარეხშია. სათადარიგო მაქვს. ანუ რა მოხდა გზაზე რომ მოვდიოდი, ეხა ბოლო პერიოდი ტალახები და რაღაც რო იყო, გზა ძალიან შეცვლი, ძალიან ჩაღრმავებულია და ქვემოთ იყო დიდი ქვები. აი მაგ შეიძლება საბურავი ცუდად გადაარტყა და გახიო, ამ პირიქით ქვემოთ ნაწილი რაღაც გადაარტყა მანქანის და გააფუჭო და ავედი მაქსიმალურად მაღლა, აი გვერდულად, რომ ამ ქვებს და რაღაცებს უავწდებით ხო და ერთი ქვის წვერი პირდაპირ მიწიდან იყო გამოშვერილი, რაც ფიზიკურად მანქანიდან აღარ ჩანდა. თორე დავინახავდი, ეხა საერთოდ არ ჩანდა, რო გადავედი, მე ძლივ შემომჩნია. ეგრევე გავუსვი ამას და ნახეთ რა მაგრა არის გახეული, დიდი ხმა იყო და ეგ არის და იქიდან აქამდე სადაც გასკდა 5 მეტრი ალბათ 10 მეტრი და აქამდე ამოვედი და მეც სულ აღარ გამოვაძრე მანქანას, თორე მე დისკიც გაფუჭდება და დაიბრიცება. არა ცუდი არა და კაი გეგმები მქონდა დღეს. მეგობრებო, ახლა იმაზე უფრო არ ნერვიულობ, რომ სადღაცა ტყეში ვარ ჩარჩენილი და არ მაქვს დანგრატი, ვიდრე იმაზე, რომ ეხა საბურავი ძალიან დამინდა, იმიტომ რომ ეს საბურავები მიყვარს. Bridgestone-ის ატე საბურავებია და რავი, მაგრად გამომადგა და ყველგან მიქაჩავს და იმედია აღდგება, მე ამას გავარკვევ. თუ აღდგა, კაი იქნება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს საბურავები. აკეთებენ ხოლმე რაღაცას გადაკურას გარედან შიგნიდან. თან ძალიან დიდზეც არ არის და იქნება აღდგეს. იმიტომ რომ დიდ ჯიპებზე ოფროუდერებს ხშირად ეხება საბურავები და ისინი ისეთებს აკეთებენ ხოლმე და რავი, ამას რა უნდა ქონდეს გაუკეთებელი. ამოვიღო სათადარიგო. სანამ დავითი მოვა. სამი წელია ეს მანქანა მყავდა, პირველად დამჭირდა საბურავი. დადგა შენი დრო, სათადარიგო უფრო სწორად. არა უშავს. უბრალოდ იმედი აღდგება რა, მაგრად მიყვარს ესენი. თუ არა დავდგები და ახალ საბურავებს ვიყიდე. კიდე კაი იჭერს, კავშირი არის, თორე მოგვიჭედა მე და ტაისოს ყოფილიყავით ესე. ესე მიტოვებულები. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ საიდანღაც მესმის Renegade-ის ხმა. Renegade-ის ძრავის ხმა, 2 და 4-ის. უეჭველი დავითი იქნება. აი დავითი ამოვიდა. ჯიგარი ადამიანი. დავითის მანქანასაც გაჩვენებთ. აი ეს არის ტრეიჰაუკ ვერსია. დავითსაც უყვარს ჩვენაი რაღაცები და თან არხიც აქვს. შენი არხის სახელი უთხარი ვიდეოში? მოიცა, ვერ გაიგებენ. თქვი? მაინც დაგილინკავთ აღწერაში. იქი წამო. რა ვიცი მე რომელი არის, ვერდ ისე დავაყენე. სამფრისაა რაღაცა. ეგ Renegade-ის დანგრატია? ხო და დავითის არხი უეჭველი გამოიწერეთ, დაუფასოთ. ამოვიდა და დაგვიხმარა, ეგრე 10-დან ალბათ ცოტა ამოვა. დაშვებული არ გვაქვს რა. არა. კაი ყოფილა Renegade-ის დანგრატი. ეს ახლის. ესეთი იდეა მოუვიდა და ვნახოთ აბა თუ გაკაჩავს. გამძლეობა ვნახოთ.
თან ტემუსი არის იცოდეთ. ავ ეგრე შეიძლება გაუქაჩოს. სიგანეზე. მაინც მეშინი. კიდე ერთი ამაში. აცდა ხო ასხდა. დანგრატი. ურჩევი დაღუნა. კი. არაცი სადღაცაა მართლა. ანუ ამან გაუქაჩა რა, მაგრამ სიმაღლის გამო მე დანგრატი ვეღარ სწევდა და მაგიტო გამოხსენით თო. ქვემოდანაც აი ბზარიც კი არა აქ. დავით უდევს მაგის ვიდეო ტემოდა გამოწერილი რაღაცეების და შეგიძლიათ ნახოთ ეგეც. ის კარგები. აი ასეთ გომარეობაში საბურავი რა. რა შეიძლება აღდგეს. აღარ დამჭირდეს სახლების ყიდვა. მინდა რომ ის კმაყოფილი ვარ და ნახოთ. საბურავი დავაყენეთ მოკლედ და მანქანა ტყესთან მივაყენეთ და ჩვენ ჩამოვიდით ქვემოთ ხევში. ხევის თავზე ვართ რა უფრო სწორად. იქით ცეცხლს დავანთებთ, დღეს გავაკეთებ შქმერულს. ერთად არ ქონა დაგეგმილი და გამოგვივა ერთად. არა დავაპირებდი ზოგადად. მე თქვი სადმე წავიდეთ მანქანებით თქო და თავისით გამოვიდა. ხო. რა კაი ხმები არის. ეხა მოკლედ ჯერ შეშას მოვიმარაგებ. გაკეთებას მე შევუდგები. ამას დავადგი თვალი მაინც და მაინც. ეს ამოჩემი მოვიცი ხოლმე სხვადასხვა რაღაც. აგე ვაზელინის ბურთულა. უიამას ჩასუნ ერთი მოგეწანება. მაგრამ მიყვარს. შემიძლია მთელი დღე ეგრე ვეჭდე. ოთახში დავიდე 3 ცალი. ხო, მაგრამ მე შრება და მალე შრება რა და რაღაცა მინდა მოვიფიქრო, რომ მანქანაში მქონდეს. მე ესე დიდები მოსქენდი რა 3 ცალი და ეს არის ისა მორებს რო ვაკეთებ ხოლმე ხო შვედურჩი რახტანს. რო ჩავხურტე იმის გულიდან ამოვიღე ეგ. ამას უფრო მაგარი სუნია კიდე. ხონა ამას რო ბედი აქვს, ვერ ძაღმა. კი. დაიძრება სუბუნებაში რო. ადამიანმაც დაჟე. დაჟე ამას რო ადგილები აქვს, ნანახის ბევრმა ადამიანმა არის. აი რაჭაში ამას რო ადგილები აქვს, ნანახი ქაურმა არიცია.
რა დაისონება, რა გადაგიგდო. იდიება დათოსთან ჩადი. აი ცეცხლიც ავაგიზგიზი წამში. თან მაგარი ქათამი მაქვს წამოღებული და შქერუსაც მოვცხებთ. უკვე სეზონი დაიწყო, ცეცხლს რო დაანთებ და რო გცხელა. რო აღარ გიდეთ. მანამდე ვთვებოდი, აი რა, ერთი კვირის წინ ცეცხლთან ვთვებოდი, რო არ გავყინულიყავი და ეხლა მცხელა. ბიჭურა მაგრა დაეშვა. დღეს მოვამზადებთ დუშეთის ქათამს. ანუ ეს რატომ აქ ეხლა წამოღებული. ვაკუუმშია, სანამ გახსნა დავითი დაინახავდით. და ანუ ჩემი აზრით სალაშქროდ მოსახერხებელი არც წვენს უშვებს, უფრო დიდხანსაც გაქაჩავს ვაკუუმში, რადგან არის და ჰაერი არ აქვს შეპარული, არ გაგიფუჭდეს სიცხეში და რაღაც და შვენიერია. დავითი დაჭრის და მე უკვე მოვამზადებ. გავიხსენე, ამი როგორ უნდა დავჭერთ სწორად. მე და ნინი ლაშქრობის წინა დღეს ვესტუმრეთ დუშეთის ქათამს, გავლით ვიყავით და დავინტერესდით და შევედით, რადგან აქამდე არასდროს გამისინჯავს დუშეთის ქათამი. შიგნით სიტუაცია მოგვეწონა, იყო სისუფთავე, სადაც სხვადასხვანაირად არის დანაწილებული ქათამი. არის ვაკუუმში, როგორც უკვე გითხარით და ვიფიქრე, რომ სალაშქროდ გამომადგებოდა. მოკლედ დღეს პირველად ვწვდი და ვნახოთ როგორ მომეწონება. ზოგადად ქათამს რო ჭრიან ხოლმე. ჭრიან, ანუ ეგრევე რა. არადა ხელით უნდა გასინჯო. სადაა ის კეცვადი ადგილი და ზუსტად იმ ადგილზე დაუსვა და არ ძვალის გაჭრა გამოგდით. რა. არც გაფუჭება ხორცს. საერთოდ არ ვხმარობ დარტყმას და რაღაცებს. მაგრიტს. ეგ ჩემი საყვარელიდანაა. კიდე წვრილად დავჭრა თუ? რავი, საერთოდ ტაფაში თუ ჩავატებთ ხო? ჯერ ასაც ჩავატებთ. მოდი ის ჩავაწყოთ. ისეთ რა. აჰა. და ჯერჯერობით. არა, ამას სუნერები არც უნდა. მარტო უნდა მარილი. ვიაკეთებ დაჭაში. გავუშვათ ზეითუნი ისეთი. ზეთი ზოგადად კარგად უნდა. ქათამი კარგად რო შეიწვას. ჯობია ზეითუნის ზეთი იყოს უფრო ჯანსაღია. აქეთ ჯობია გვენთოს ცეცხლი, ვაიდან აკვერცხალი დაგვაკლდეს მე რა იქ. და დავამატოთ ახლა ჰიმალაის მარილი. კიდე ხო აგინე შენ? არა, შენ ხომ მოგეწონა. ოჰ, საკარგა იბრატება. აუგეგმავი დასწლები უფრო კაია რა. ყველაფერი თუნდაც შეგაგებული მე ხარ. იდეა. აჰა, ეხლა გადმოვიდეთ ფიცარზე, რომ მე ნიოს ვიხედოთ.
წვრილად დავჭრი. ერთი ვარიანტია კიდე რო არ დავფანტოთ. ოკეი. ეპოლიზეი. აგერ მოდი. სამასი ხაზეთი უნდა დავამატო. ახლა ცოტა ხანი იყოს მიურიან წვენში. კარგად შეიწაოს ქათამა, მე რამდენჯერმე გადმოვატრიალებ, ბარემ აგე კარგად გაუგდეს. აუ საჩავავდი. შენ არ გაქვს პრეტენზია. არიან პრეტენზიული ადამიანები, ეხა ეს ჩამივარდა იმას. ნაკვარჩხალში და აუ ამას ვერ შევჭამ და რაღაცე წესი არ გამოდგებია. ესეც ასე ჩვენი შქმერული მზად არის. აგერა მაგრა გამოიყურება. ვეღარ ვითვენ უკვე. დაიდე ესე პოზე. კარგი მრიელი იქნება. გარბილია. თვითონ ქათამის კაი არის. ქორფაა რაღაცნაირი. შენსო ტაისონ. ხოც კი არ იღეჭება დნება. ზუსტად. ისეთ გემრიელია ბოლიც აღარ მაწუხებს. ტაისონ არ შეიძლებაო და რა ვქნა. შო ტაისონ, სო. აქამდე ჩემი წოს შქმერულ, მაგრამ ეს თვითონ ხორცი მომეწონა, ძალიან რბილია რა. კბილებს ვერ ვატან ძალას, როგორც გითხარით, ჯერ არ დასრულებულა გაკეთება და ისე იღეჭება რა ვითუნც არაფერი. ტაისონ, არ შეიძლება. მომაპატია. ეგ მე ჩავაგდე ცეცხლში. საბურავის გახეთქამ როგორი კაი დღე გამოიწვია. მენიუს არ მქონდა დღეს ქათამი. მეგობრებო, ჩვენ გემრიელად მივირთვით, ვისაუბრეთ ბევრი. მომიმზადეთ და გავეშვებით ნენელა. იმედი აქვს გზად მეორე საბურავსაც არ გადავუსმევ იგივე ქოს. ტაისონ! ამო! და არ დაგავიძლეთ დღევანდელი გმირის დავითის არხის გამოწერა. კომენტარებშიც დავდებ, აღწერაშიც დავდებ და ვიდეოშიც მივაწერ სახეს. იმიტომ რომ მე მაინც კითხულობთ ხოლმე ამის თქმის მიუხედავად. ამიტომ ყველას გეტყვით, გადადით გამოიწერეთ ესე. რენეგეიდი იყავ, მაგარი აღჭურვილობით თან და დადით ხოლმე და იღებს სხვადასხვა ადგილებში ვიდეოებს. მოგეწონა და თან დრონის კადრები აქვს, ეგ მოგწონთ ვიცი და მოგეწონება თუ ეჭველი.
დავიძარით მე და დავითი. დავითი წინ წავა. ჩვენ გავყვებით და აი შეხედით უბრალოდ მარტია. 33 გრადუსი. როგორ დაცხა, ხო წარმოიდგინეთ. თავზე დასამაგრებელი კამერის თავზე დასამაგრებელი არ წამომიღია. უბრალოდ საბარგულში მაგ კარგად მომიღია და ესე ხელით მეჭირება გზა და გზა რაღაც მომენტები. და ჩემი თხოვნა რომ ის ახზე გადახვიდეთ რა ძალიან გავახარეთ და თან ჯიგარი არის მართლა ესე ბევრი არ ამოვა შენს დასახმარებლად ყველას თავისი საქმეა, ყველას თავის ცხოვრება და უბრალოდ უთხარი გასულითო იყო და ეგრევე ამოვიდა დაუფიქრებლად. ამიტომ იმსახურებს ნამდვილად. თან მართლა კარგ რაღაცებს იღებს და მაგიტომაც იმსახურებს კიდევ. აქ გვაქვს დაცერავებული გზა, სადმე არ ჩავცხოთ. შრალამიჩი კიდე არ აუშავს და უიპიროს სიჩქარეს ჩავალ და ისე მაგრამი აქვს მე. აი სველამიჩი აქეთ გვერდზე ჩაგაგდებს ძალიან. დაემშვიდობოთ დავითს და მის მანქანას. ჯიგარი ხარ? დავეშვებით ახლა ერთად. მაინც ორი ეგლაში მივდივართ. მაგრამ მე გზად ვულკანიზაციაში შევივლის საბურავზე გავარკვევ. იქნება აღდგენადი, იმიტომ რომ აი როდესაც მოხსენით და შევხედე ძალიან სასწაულ მდგომარეობაში არ არის რა, ისე არის გახეული, თვითონ რეზინის ის ფორმა დარღვეული არ არის, ზუსტად ჭდება რა. და ვიფიქრე დამშვიდა ის ხელაძა. ვიფიქრე აღდგება თქო და ნახოთ აბა გადავამოწერ და მაგასაც გაგაგებინებთ.